რადიკალურ ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფარული მზადება დაწყებულია. ნაციონალური მოძრაობა საკუთარ დანაყოფებს არჩევნების ბოიკოტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. სახელმწიფო გუნდი ოპონენტებს მორიგ მარცხს უწინასწარმეტყველებს და ყველა მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების გამარჯვებას აანონსებს. ნინო არღულიანი მუშაობს თემაზე. ნინო, გისმენთ. საუბარს დავიწყებ ევროკავშირის ელჩის განცხადებით, რომლის განცხადებაშიც მკაფიოდ ჩანს, რომ ის არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვას გაურბის. პაველ ჰერჩინსკი კომენტარის ერთ ნაწილში ამბობს, რომ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადების გაკეთებას არ აპირებს, მეორე ნაწილში კი აცხადებს, რომ საქართველოში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. არადა დიპლომატთან ჩვენ მხოლოდ ერთი კითხვა გქონდა, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. არ ველოდით რომ ელჩი არ გვიპასუხებდა, რადგან პაվել ჰერჩინსკი პოლიტიკურ განცხადებებს ხშირად აკეთებს. ქართული ხალხისთვის ამა თუ იმ პარტიაზე რა მისთქმა და თუ რა გააკეთონ ჩემი საქმე არ არის. თუმცა ვწუხარ, რომ უკვე მრავალი თვეა საქართველოს ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. როგორც უკვე აღვნიშნე, მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ელჩი ჰერჩინსკი კითხვებს გაურბის, ოპოზიცია კი არსებული ინფორმაციით არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მათ შორის დიპლომატიურ კორპუსთანაც მართავს. ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ასეთია დღეს მათი განცხადებები. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი საკუთარ ამომრჩეველს ისევ უმალავს, რომ აქტიურობა უკვე დაწყებული აქვს, მათ შორის აძლიერებს რაიონულ ორგანიზაციებს რეგიონებში. მართველი პარტია კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, რომლის მხოლოდ ერთი დაპირებაა, რომ იმოქმედებენ საზღვარგარეთიდან მიღებული დავალებებით, არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. ქართული ოცნება ოპოზიციის მორიგ მარცხს პროგნოზირებს და დარწმუნებულია, რომ მართველ პარტიას მორიგი გამარჯვება სწორედ ოქტომბერში ექნება. არ არის აქტუალური ან რელევანტური საკითხი. აბსოლუტურად არაადეკვატური ამ საკითხის ეხა დაყენება. რეგიონებში ჩვენ ყოველთვის ვაქტიურობთ და ვიაქტიურებთ კვლავ. გენერალური ბრძოლა და გენერალური არჩევნები, რომლისთვისაც უნდა მოემზადოს ყველა, მოემზადებით და მემზადებით ჩვენც, ეს არის ახალი თავისუფალი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი დემოკრატიული ძალები აუცილებლად შევჯერდებით საერთო სტრატეგიაზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის გენერალური ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენ ვაპირებთ 64 მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი, ხო? ყველა ხედავთ, როგორია მართველი პარტიის რეიტინგი, როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები, შესაბამისად ვერაფერი დაუდგება წინ ამ შედეგის მიღწევას. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ჩვენი მიზანია 64 მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ერთადერთ რამეს პირდება ამორჩევას. ერთადერთ რამეს, რომ იმოქმედებენ გარედან მიღებული რეკომენდაციებით თუ რჩევებით თუ მითითებებით თუ ასე შემდეგ. ამას დღეს ასაყვედურობენ საქართველოს ხელისუფლებას, ასაყვედურობს ოპოზიცია და NGO სექტორი. ერთადერთ რამეს, რომ გეუბნება ევროკომისიის პრეზიდიუმის თანაშემწე, რატომ არ უჯერებ ევროკომისიის პრეზიდიუმის თანაშემწეს. აი ამ დონეზე ესმით მათ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ვიცი, რომ ამ მომენტისთვის ლელო და საქართველოსთვის არათუ ემზადებიან უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონის მითითებები აქვს მიცემული. სასაცილოა ხარ თავის ამომრჩეველებს, რომ თვალში ნაცავს აყრიან და თავის მოაქვთ რევოლუციონერებად ამ ადამიანებს და ამ დროს დაწყებული აქვს ორგანიზება და მომზადება არჩევნებისთვის. პატარა ქვეყანა არის და ყველა ამას ხო ხედავთ. მით უმეტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის და ეს ყველაფერი რეგიონში ჩანს და არ იმალება. 64 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მადლობა ნინო, ვუსმენდით ნინო არღულიანს.